კვების ჩვევები, რომ დიეტებით არ იცვლება, ეს ალბათ უკვე იცი. სიმართლეს გეტყვი. როგორც ვიკვებებით, ეს ჩვენი მდგომარეობის ამსახველი ფაქტია. მაგალითად, სტრესის დროს ჭამა. ამ დროს სხეული ეძებს სწრაფ დამშვიდებას. ნერვული სისტემა ითხოვს საკვებს, რომელიც სწრაფ ენერგიას მოგცემს. ბრაზს ყველაზე მეტად სახეჭი საკვები უყვარს, რადგან ამ დროს ფიზიკური განდურთვა გვჭირდება, ანუ რაღაცის ღეჭვა. ეს არის დაძაბულობის გამოშვების სწრაფი გზა. სევდას ტკბილი უყვარს. ტკბილი სწრაფად წევს სეროტონინს და წამიერ შვებას გვაძლევს. ციცარიელის განცდას და მარტოობას სწრაფი ნახშირწყლები უყვარს, რაც წამიერად სითბოსა და სისავსის განცდას ქმნის. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ბავშვებიდან ვსწავლობთ. როცა ბავშვი ტირის, უფროსი მას საკვებით აჩუმებს. ჭამე და გაივლის. რის შედეგადაც იქმნება ასეთი მოდელი. ემოცია, ჭამა და დამშვიდება. კვებითი აშლილობების პირველი საფუძველიც აქედანაა, ერთ-ერთი. ზოგჯერ ემოციები იმდენად ტვირთავს ნერვულ სისტემას, რომ მადამ მთლიანად ქრება. ესეც იგივე მექანიზმის მეორე ფორმაა. ჭარბი კილოგრამები რაღაცისგან გვიცავს, არ მოგესმათ. ეს არის კულტურული და დასწავლილი გზები, რომელიც სხეულში 10 წლეულობის განმავლობაში დაგვიგროვდა. და როცა ამ დამცავ პატერნს ცნობიერად შევეხებით, კვება იწყებს დალაგებას ბუნებრივად ძალდატანების და აკრძალვების გარეშე. და ბოლოს პატარა პრაქტიკული რჩევა. თუ ბოლო კვებიდან მინიმუმ 4 საათი არ გასულა და შიმშილს გრძნობ, კითხე საკუთარ თავს. რას გრძნობ სინამდვილეში? ეს ფიზიკური შიმშილია თუ ემოციური საჭიროება?